27 დღეა საპროტესტო რეჟიმში ცხოვრობს ქუთაისი. ამ წუთებში მოსახლეობა, რომელიც ხელახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვს, ისევ ქუჩაში დგას. რა ხდება საპროტესტო აქციაზე? ამის შესახებ ირაკლი ვაჩიბერაძე ისაუბრებს, რომელიც ქუთაისიდან გვერდდება. ტრადიციად ქცეული პროტესტი ქუთაისში გრძელდება. უკვე 27 დღეა რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა ასაკის, თაობის, პროფესიის და პოლიტიკური განწყობების მქონე ადამიანები იკრიბებიან. ევროკავშირისა და საქართველოს დროშებით ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან გამოდიან. თქვენ ხედავთ, რომ გადაკეტილი არის საავტომობილო გზა. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ საახალწლო განათებები ძალიან მოუხდა საქართველოს ევროკავშირის დროშებს და ასევე ევროინტეგრაციის მომხრე ადამიანებს. მე პირდაპირ ეთერში შევეცდები გავესაუბრო აქ მყოფ ადამიანებს, მათი სათქმელი მოვისმინო. ისინი უკვე 3 კვირაზე მეტია უწყვეტად გამოდიან ქუჩაში და მოითხოვენ ახალ არჩევნებს და ასევე უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას. მე პირდაპირ ეთერში გავესაუბრები ნუგზარ კოხრეიძეს. ნუგზარ, უკვე 3 კვირაზე მეტია უწყვეტად გამოდივართ ქუჩაში, თუმცა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრად წოდებული უпроსორად არასერიოზულად აღიქვამს ახალ არჩევნებს და ასევე უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას. გამოსავალ სათხედავთ. პირველ რიგში არასერიოზულად აღვიქვამთ კობახიძეს, ეს მთავარია. მეორე, ის რასაც ისინი არასერიოზულად აღიქვამენ, ჩვენ ვნახეთ ყოველდღიურად ზნეს და ჩვევასაც იცვლიან და იმას, რასაც გუშინ არასერიოზულად აღიქვამდნენ, მერე სერიოზულად აღიქვამენ. ასე დაემართა ტრანსფორმაცია ღირსებით ევროპაში, ასე დაემართა ტრანსფორმაცია ტრამპის ვითომ ინაუგურაციას და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით ეს ადამიანები იტყვიან იმას, რასაც ჩვენ მათ მოვთხოვთ. მე ასე მწამს. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ორი პირობა იქნება შესრულებული, უბრალოდ ამ ადამიანებმა უნდა მიხვდნენ, რომ არ უნდა გაწელონ ამის დრო, რომ ერთ თვეში გააკეთებენ ამას თუ ორ თვეში გააკეთებენ, მაინც მოუწევთ ამის გაკეთება, უბრალოდ ფასი გაიზრდება და ისინი უფრო ახლოს იქნებიან გისოსებთან, ვიდრე სხვა. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს. აქ ვხედავ ექიმ გულიკო ბენაშვილს. ქალბატონ გულიკო, თქვენი სათქმელი რა არის? ევროკავშირის დროშით უკვე 3 კვირაზე მეტია ხედავთ ქუთაისის ქუჩებში. მადლობა ყურადღებისთვის. ცოტა ჩამოვშორდი ქუთაისურ აქციებს, იმიტომ რომ თბილისისკენ გამიწია გულმა და მართლა საოცარი მუხტი ჩამოვიტანე იქიდან. ეს 2 დღე იყო ფანტასტიკური სიტუაცია თბილისში. მაგრამ რა მინდა გითხრათ, რომ არასოდეს არ გვავიწყდება ჩვენი რეჟიმის პატიმრები, არასოდეს არ გვავიწყდება ძირითადი მოთხოვნა, რომ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები. მაგრამ ერთ რაღაცაზე მინდა ყურადღება გავამახვილო, სულ რამოდენიმე წუთით დაგაკავებ. აი ამ მარშების დროს იყო ერთიანი საქართველოს დაბადება, იყო ერთობა დავინახე და ერთ ბანერზე მინდა გავამახვილო ყურადღება. მე წარმოშობით ვარ ქიზიყელი და ვეძებდი ქიზიყურ გამონათქვამებს და ეს ბავშვობაც გამახსენდა კილო თავისებური და ერთი ბანერი იყო ასეთი: გამოკრეფილ ვენახს რო დაამგვანეთო ეს ქვეყანაო, მაიტა და წადითო. ოღონდ ცოტა მსუბუქად ვამბობ, იმათ ცოტა უფრო ხისტად და უხეშად თქვენს კახელებმა, მაგრამ თუ შენ ვენახს, შენ ვაზს ვერ მოუვლი, ანუ შენ სამშობლოს, რომელსაც ჩვენ ვაიგივებთ სამშობლოსთან, მართლა უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან. აღარა აუცილებელი რომ მართავდე. ამაშია საქმე. მოხმეს მადლობა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს გავესაუბრები, სამოქალაქო აქტივისტს. ძალიან მოკლედ და ძალიან მკაფიოდ მინდა გითხრათ, რატომ ვითხოვთ ევროკავშირს, რატომ ვითხოვთ ევროინტეგრაციას? მე დავბრუნდი გუშინ ამერიკიდან და უნდა გავაზიარო ის ემოციები, რომელიც დამეუფლა ამ 21 დღის განმავლობაში, რაც გავატარე როგორც ტურისტი. მე ვხედავდი ბედნიერ ადამიანებს, ასაკის მიუხედავად. შევხვდი სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ხელმისაწვდომობა დასაქმების პერსპექტივაზე, სწავლაზე და მე ვნახე ადამიანები, რომლებიც არიან ბედნიერები, ლაღები, მათ არ აწუხებთ სოციალური პრობლემები და სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი, ევროინტეგრაცია, ამერიკასთან თანამშრომლობა, მეგობრობა, პარტნიორობა, რომელიც გვპირდება და გვეხმარება სტაბილური და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში. ძალიან დიდი მადლობა. ასეთია ვითარება ქუთაისში. უწყვეტი პროტესტის 27 დღე გრძელდება ქუთაისის მერიასთან, როგორც უკვე გითხარით, სხვადასხვა ასაკის, თაობის, პოლიტიკური განწყობების მქონე ადამიანები არიან შეკრებილი და მოითხოვენ ქართულმა ოცნებამ ჩანიშნოს ახალი არჩევნები და მოხდეს
უკანონო დაკავებული პირების გათავისუფლება.